გარე აუდიტმა დაადასტურა, რომ საქართველოს პირველი არხის ახალ შენობასთან დაკავშირებული ფინანსური ოპერაციები და შესყიდვები უხარვეზოდაა შესრულებული. აუდიტის დასკვნა ტელევიზიის 2024 წლის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის შედეგებს ასახავს. კონკურსის გზით შერჩეული საერთაშორისო კომპანიის მიერ მომზადებული დოკუმენტის მნიშვნელობას კიდევ უფრო ზრდის ის გარემოება, რომ სწორედ გასულ წელს დასრულდა ახალ მისამართზე საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის მშენებლობა და შარშანვე დაიწყო გადმოსვლის ეტაპობრივი პროცესი, რაც არაერთ ფინანსურ და საგადასახადო ოპერაციას ითვალისწინებდა. დასკვნა დადებითია, დარღვევები არც ერთი მიმართულებით არ გამოვლენილა. საზოგადოებრივი მაუწყებლის 2024 წლის ფინანსურ ანგარიშგებაზე საერთაშორისო აუდიტორულმა კომპანიამ შეპესე მოორე ABC-მ დასკვნა დადო. საქმე ეხება როგორც გასული წლის განმავლობაში განხორციელებულ შესყიდვებს, ასევე ფინანსურ ანგარიშებსა და გადასახადებს. დოკუმენტის მიხედვით, რომელიც კონკურსის წესით შერჩეულმა საერთაშორისო კომპანიამ მოამზადა, შეუსაბამობა არც ერთი მიმართულებით არ გამოვლენილა. საზოგადოებრივი მაუწყებელი საერთაშორისო აუდიტს ყოველი წლის ბოლოს გადის, რაც ორგანიზაციის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მნიშვნელოვანი კომპონენტია. ყოველწლიურად კანონმდებლობით დადგენილი წესით საზოგადოებრივი მაუწყებელი არჩევს გარე აუდიტის კომპანიას, რომელიც გასული წლის, ამ შემთხვევაში 2024 წლის საანგარიშო წლის აუდიტს დებს შესყიდვების მიმართულებით, საგადასახადო და ფინანსური ანგარიშგების მიმართულებით. წელსაც ეს პროცედურები, როგორც ყოველწლიურად განხორციელდა, ჩატარდა და არც ერთი ამ მიმართულებით დარღვევას, კანონმდებლობასთან შეუსაბამობას, ან ნორმებთან და სტანდარტებთან შეუსაბამობას ადგილი არ ჰქონია. გასული წლებისგან განსხვავებით 2024 წელს მიღებულ დადებით დასკვნას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. არხის მენეჯმენტის განმარტებით, სწორედ გასულ წელს ახალი შენობის მშენებლობისა და აღჭურვის პროცესში სტანდარტულზე გაცილებით მეტი ფინანსური ოპერაცია განხორციელდა. შესაბამისად, ამ პერიოდში საერთაშორისო აუდიტის უპირობოდ დადებითი დასკვნა ნიშნავს, რომ მაუწყებელმა აღნიშნული პროცესი წარმატებით გაიარა. პირველ რიგში ფინანსური გამჭვირვალობა არის საზოგადოებრივი მაუწყებლის შეფასების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი. სწორედ ამიტომ კანონში არის ჩადებული რეგულაცია, რომ ბორდი დამოუკიდებლად ქირაობს მენეჯმენტის შესაფასებლად გარე აუდიტს ფინანსური გამჭვირვალობისთვის. ჩვენთვის ძალიან საამაყოა, ყველაზე რთულ პერიოდში, რომელიც მშენებლობას, ახალ შენობაში გადმოსვლას უკავშირდება. წლევანდელი აუდიტი არის უპრეცედენტოდ გამჭვირვალე და დადებითი, რადგან რეკომენდაციის სახითაც კი არ გვაქვს მიღებული შენიშვნა. ეს კიდევ ერთხელ აზუსტებს იმას, რომ საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულება, რომ სწორედ იხარჯება საზოგადოებრივ მაუწყებელში ფული მხოლოდ ერთი რამისთვის, რომ საქართველოს მოსახლეობას გამჭვირვალედ საუკეთესო ფორმით მივაწოდოთ საუკეთესო შინაარსი. გარე აუდიტის დასკვნა პრინციპულად მნიშვნელოვანია არხის სამეურვეო საბჭოსთვის, რომელიც კონკურსის წესით ყოველ წელს ირჩევს საერთაშორისო აღიარებულ კომპანიებს დასკვნის მოსამზადებლად. სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის ვასილ მაღლაფერიძის განმარტებით, მენეჯმენტის მუშაობის შესაფასებლად აუდიტის დასკვნა ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობა ბევრი ნიშნით, მაგრამ ორი მთავარი პარამეტრით ფასდება. საზოგადოებრივად ერთი არის შემოქმედებითი ნაწილი, რამდენად სასარგებლო პროდუქტს აწოდის ის და პროდუქციას მაყურებელს და მეორე არის ფინანსური ხარჯების მართლმზომიერება. სამეურვეო საბჭო კანონით არის განსაზღვრული, ქირაობს უბრალოდ კონკურსის წესით გამოამჟღავნებს გარე აუდიტს. ეს კონკურსის წესით არის გარე აუდიტი ამოწმებს ამას. ასაკურველია, ეს ძალიან კარგია, სწორია და ეს არის სწორედ ის ნიშნული, რომელიცგანაც უკან მეგუშინაც უთხარი ვეღარ დაიხევს უკვე საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტი. ესე 55,000 ერთეული გადარიცხვა შესრულდა, რადგანაც შესყიდვები იყო, გასაგებია, გაზრდილი იყო, მშენებლობა იყო. და არის ფაქტობრივად კი არა, ფორმალურად ფაქტობრივად არც ერთი შენიშვნა არ არის. სხვაშორის წინა წელს იყო 60 თეთრი ცნობილება თუ არ ვთვლები, წელს ესეც არ არის და გასაკურველი ესეც არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე არ ვიტყოდი ხა საამაყო და რაღაცა, ეს ჩვეულებრივი ამბავი და ესეთი ამბავი საზოგადოებრივ მაუწყებელში უნდა იყოს ჩვეულებრივი ამბავი. მე არ ვიტყოდი, რომ ეს ყოველთვის საზოგადოებრივ მაუწყებელში ჩვეულებრივი ამბავი იყო. მაგრამ აი ბოლო წლები ეს ხდება ჩვეულებრივი ამბავი და ეს არის ძალიან მისასალმებელი და მენეჯმენტის ეს არის სამეურვეო საბჭოსთვის მენეჯმენტის შეფასების ერთ-ერთი უმთავრესი კრიტერიუმი. კანონმდებლობის შესაბამისად საზოგადოებრივი მაუწყებლის გარე აუდიტის დასკვნა პარლამენტს ეგზავნება, რომელსაც საკანონმდებლო ორგანო მაუწყებლის საქმიანობის ანგარიშთან ერთად განიხილავს.